ჩვენ მოწვეულ სტუმართან ერთად უნდა მოგესალმოთ. ჩვენი მოწვეული სტუმარი არის ადამიანი, რომელთან საუბარიც არის ყოველთვის ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი, ძალიან მშვენიერი და ამ ადამიანის ხმის გაგონებისთანავე უკვე წარდგენაც რომ აღარ სჭირდება ხოლმე, უბრალოდ რაღაცა ისეთ დადებითი, ღიმილიანი ემოციით ივსებიან. მე ასე ვიცი და ამაში ვარ დარწმუნებული ზუსტად. ამიტომაც არ ვაცდით ხოლმე ძილს და ხშირად პიკისათის სტუმარია ის და სიამოვნებით უმასპინძლებს წამყვანი იყო. ერთი გადაცემა ყავს წამყვანი ხალხი ბოლომდე მეც გვახსოვს ჩვენ ყველა ჩვენს მსმენელს განსაკუთრებით, ასე რომ წარმოგიდგენთ ბატონი ნუგზარულხაძე. დილა მშვიდობისა მოგესალმებით, რომელიც 2 დღის წინ იუბილარი იყო, რამდენადაც ვიცით. რამდენი წლის გახდით? დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. დილოცავთ ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში და ძალიან ბევრი ადამიანის გახარებას კიდევ თქვენ. დიდი მადლობა. ბატონ ნუგზარ, იმდენად მრავალფეროვანი ადამიანი ხართ, მე გაგვიჭირდება ალბათ თუ საიდან დავიწყოთ საუბარი, მაგრამ ვიდრე თქვენზე გადავიდოდეთ, რამდენიმე წუთის წინ ჩვენ საუბრობდით მაია პლისეცკაიაზე, თქვენ შემოესწარით უკვე ამ საუბარს. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ დამოკიდებულება გექნებათ. სადია ნანახი მაგ რა თქმა უნდა, მაია პლისეცკაია მინახეს და მე მგონი არაერთხელ და ბავშვობიდან მოყოლებული იმ დღემდე სანამ მოსკოვში ვაგრძელებდით სიარულს. აქ არა. მოსკოვში მქონდა ეს ბედნიერება. ხო გახსოვთ იყო დრო როცა ჩვენ მოსკოვში ძალიან ხშირად დავდიოდით. იყო დრო კი. ეს აღარ არის მოდაში ასე. ხო მაგრამ როცა დავდიოდით ყოველთვის სარგებლობდით. ამ შემთხვევით მე არ ვიყავი მანდ დიდი ასაკისა როცა პირველად მაია პლისეცკაია ნახე სცენაზე თეატრში კი. ზოგადადაც ცხოვრება თქვენი ძალიან დიდი ნაწილი გატარებული გაქვთ საზღვარგარეთ. ნუ ამერიკით დავიწყოთ ალბათ საუბარი. გეტყვი ახლა და ჩემი 73-დან 25-30 საზღვარგარეთ გავატარე ხო. თუმცა ის პერიოდი, როდესაც ისეთი მარტივი არ იყო ამერიკაში წასვლა, ხო? როდესაც თქვენ თავიდან წახვედით. ამერიკის დრო რომ დადგა, თითქოს გამარტივდა მაშინ, მაგრამ მანამდე ახლა არ იყო ძალიან ხშირი საზღვარგარეთ სიარული, მაგრამ რაღაც მოხდა ისე ჩემ ცხოვრებაში, რომ ისეთი ხელობა მქონდა, რომ ჩემი შრომა უნდა ყოფილიყო საერთაშორისო არენაზე, თქო, მე დავამთავრე უცხოენების ინსტიტუტი და იმის გარდა რომ ვიყავი მასწავლებელი, ვიყავი თარჯიმანიც, ასე ვთქვათ, ახლა რომ გეთარჯიმნა, სადღაც უნდა ყოფილიყავი. და მით უმეტეს ჩემი ინსტიტუტის დამთავრება დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც საბჭოთა კავშირს ინტენსიურად გახქონდა საზღვარგარეთ კომუნიზმი, ასე ვთქვათ. კომუნიზმის ექსპორტის პერიოდი იყო, ეს 60-იანი წლებია, მაშინ როდესაც აი აფრიკას მოედო ეს 50-იანი წლები 60-იანი განმათავისუფლებელი მოძრაობები, აზიაშიც დაიზრა ეს მიმართულება სოციალისტური და მაშინ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია ცდილობდა რომ თავისი, თქვათ, მატერიალური და მორალური იდეოლოგიური სიმძლავრეები მოეხმარა იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, გამოეწვია ენთუზიაზმი კომუნიზმის მიმართ და ამაში დიდი ფული იხარჯებოდა და ჩვენ ვიყავით ნაწილი ამის, მაგალითად პირველად საზღვარგარეთ რომ პირველად წავედით 18 წლის ასაკში, ეს ბულგარეთი იყო პირველი ქვეყანა, მაგრამ როცა სამუშაოდ წავედი, ის იყო ნეპალი. მე მომიწია ნეპალში მუშაობა და აი გავხდი რის მოწმე. აღმოჩნდი სამუშაოზე შაქრის ქარხანაში და სიგარეტის ფაბრიკაში. ანუ როგორ ამოვჩდი იქ? თავის დროზე მაჰენდრა ბირბიკრამ შაჰ დევამ მეფემ და ხრუშჩოვმა მოაწერეს ხელშეკრულებას. სახელმწიფოთა შორის ხელშეკრულებას, სადაც აი ყოველი კაპიკი იყო, ასე ვთქვათ, უფასო, ასე ვთქვათ. ანუ ეს უანგარო დახმარება იყო საბჭოთა კავშირის და ნეპალის მიერ და იქ აშენებდა დიდ პროექტებს. აი წარმოგიდგენია, საბჭოთა კავშირი ჩვენ თვითონ არ ქონდა წესერი სიგარეტის ფაბრიკა და ჩვენ ყიდულობდით ამ სიგარეტის ფაბრიკას და შაქრის ქარხანას ჩეხებისგან და მე ჩეხებზე ვამონტაჟებინებდით იქ ნეპალში. რატომ? ეს იყო დიდი გულის მოგება. ასე ვთქვათ, ამ ნეპალელი ხალხისა, რომ გვინდოდა რომ ასე ვთქვათ, სოციალისტური შრომის და ცხოვრების წესი, ასე ვთქვათ, დასადგურებული იყო და დამკვიდრებული იყო, მაგრამ იცი რა, უიღბლობა კი არა, იყო ერთგვარი, ასე ვთქვათ,
უტვინობაც და უიღბლობაც ორივე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავს ვიკლავდით, ეს საბჭოთა კავშირი თავს იკლავდა, რომ მოეწონებინა თავი ვიღაცისთვის ამ ქვეყნებში, ის მაინც ის ინგლისელი კოლონიალისტი და ის უფრო მოწონდა, იმის მიმართ უფრო დიდი სიმპათია იყო განწყობილი. ეს ჩვენ რაღაც ისი მაინც არ გვიყურებდნენ დიდი სითბობით და სერიოზულობით მაინც. აი ეს ამაში მარცხდებოდა, იცი? ვინც ის საბჭოთა კავშირის კისრით ახლა სწორედ იმან გამოიწვია, რომ რაღაცა სწორად არ აკეთებდა ეს ხალხი. ის კი არა, იცი, თავიანთი გრევაც, აი საბჭოთა კავშირმა თვითონ გრევაც ცუდად ჩაატარა. ისი რაღაც უშნოდ მოუხერხებლად ჩაატარა ეს ყველაფერი. ვერ იხმარა ჭკუა რაღაცნაირად. რისი ბრალი ეს? ნუ ადამიანების უნდა თქვა, მაგრამ მე ვფიქრობ, ესე იგი სისტემა, რომელიც მოხვეული ქონდა თავზე, ნეგი ადამიანებსაც მოქმედებდა და ჩვენს მორალზეც მოქმედებდა, გონებაზეც მოქმედებდა, განვითარებაზე მოქმედებდა, ყველაფერზე, იცი, რაღაც უშნოდ გაგვაეშმაკა, იცი, ამ წყობამ. ეს სისტემა გაიარეთ თავიდან ბოლომდე. ეშმაკი ერთია, მაგრამ როგორ იცი, ვირეშმაკული ქვეყანა ვიყავით რაღაცნაირად. ეშმაკური კიდე არა, ვირეშმაკული ვიყავით რაღაცნაირად. ბატონო გზა 73 წლის გახდით. არაჩვეულებრივი ფორმაში ხართ. მშვენივრად როგორც ყოველთვის. რამდენად უთმობთ დროს და ფიქრს თქვენ ცხოვრებაში, ცხოვრების ჯანმრთელი წესი. ჯანმრთელი არაფერ ფიქს არ უთმობ. ფორმაში არა ხო? არა, რა ფიქრი, ერთადერთი ეს არის, რომ მე თავადაც არ მიყვარს ის გადაჭარბებული ჭამა, არც გადაჭარბებული მარილი მიყვარს, რაც ზედმეტი შაქარი, არ ზედმეტი მწარე და არ ჩადმეტი მოხრაკულისა, რა ქვია, შემწვარი და თავისთავად ავტომატურად გამოვდის, რომ ვიკვირდები. ვარჯიში? ბატონო გზა ვარჯიში? ვარჯიში? არა, აი ერთადერთ რასაც ვაკეთებ, არა, თქვა, რა. კი, რა ვიცი, თუ ითქმის, იგი დილით რომ დგები, არა? ვიწყებ ესე იგი თავის ქალის მასაჟები. აი რა უნდა გითხრა, ერთმა ქალმა რა მასწავლა, ერთმა ძალიან პატივცემულმა ექიმმა, რომ ესე იგი მაიმუნიო, აი რომ იღვიძებსო, დილითო გონი რას აკეთებსო, იფხანსო. მასაჟია ფაქტია. ეგ მასაჟია, თვით მასაჟი, გაიგე და იწყება სისხლის მოძრაობა ინტენსიური. და მე აი თითის წვერებს ესე დავიზელ, ფეხის თითისას, ბოდიშვიხთი, ყურებს, ბიბილოებს რაღაცას და მე ცოტას გამოვიქნებ ხელ და всё, ეგ არის თელი ჩემი ვარჯიში რა. აბა მოძრაობს სისხლს და მე ესე მჩქეფარე სისხლი თორეს აღამომდა. მე დავწობი, დავაძინებ სისხლს, დილით ავდგები ისევ და ასე შემდეგ. ჩვენიერია, მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენი მსმენელი გაითვალისწინებს ამას და ასე ერთად დავიწყოთ ქექვა დილიდან. ქექვა დიდი საქმეა. თან მივეჩვიეთ ეს მსიამოვნებს. ჩვენ დილის ეთერს დავიწყებთ ასე. დილით მასაჟებით. ბატონო გზა დავიწყეთ ამერიკით და უნდა გავყვეთ ახლა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ამერიკაში ბუნებრივია ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეთ ჟურნალისტური თვალსაზრისით. უცხოხილი ვიყავი მათთვის და იმიტომ მოვწონდიო. რას გულისხმობდით? რატო? იმიტომ რომ ხო გასვოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთო ეს ქართულ მეთქი ეს საბჭოთა ამერიკული ურთიერთობები იყო რა ტრაგიკომიკული რაღაც აი ისე აღვირახსნილად ვაგინებდით ერთმანეთს და ამ დროს ხო რა და ამ ურთიერთობთან ძალიან დამალული ვიყავით ერთმანეთისაგან. დიახ. პრესა, რომელშიც აი ხელმისაწვდომი პრესა ამ ქვეყანაში და იმაში, ესე იგი ადამიანებს ატყუებდა, ეს სიმართლეს არ ეუბნებოდა. ისინიც ისევე იქცევდნენ. ისინიც ასე იქცევდნენ, აბარა ჩვენ ვიყავით იქ წარმოგვიდგინეთ როგორც მონსტრები, რაღაც საშინელი ადამიანები, რომელი აი შეზღუდული ყველას ერთნაირად რო გვაცვია, ყველა ერთნაირად რო ვაზრონებთ და ამ დროს დამინახეს რო ჯავედი ვიყავი ერთი კაი მშვენიერი კაი ხასიათზე მყოფი კაცი ლაპარაკობდი თავისუფლად ადამიანებს ვეფერებოდი პასუხობდი ჩო და უცებ აღმოაჩინეს რომ ეს საბჭოთა ცხოველი არ ყოფილა რაღაცა ყოფილა ჩვეულებრივი ჩვენნაირიო აი ზუსტად ამაზე უკვე ხუმრობის გარეშე აი ამ პარამეტრზე აეგო ჩემი ასე ვთქვათ შემოქმედება იქ ჩემი სატელევიზიო შემოქმედება ამერიკაში რაზე იმაზე რომ ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ვართ ერთნაირები და აი შემხედეთ თუ არ გჯერა და აი ესე ადამიანურად აი ესე აი ძალიან ჰუმანისტური პროგრამა იყო იცი მოფიქრება იყო სასწაული მე ჩავედი ვიღაც საბჭოთა ასე ვთქვათ ჟურნალისტი იქ თუ ადამიანი დავანებო ჟურნალისტი თავი არ არის საჭირო და მივდიოდი სადღაც ადამიანებში დავდიოდი და ჩემი თვალით ნანახ ამერიკას ვაჩვენებდი ისევ ამერიკელებს. აი სკოლაში წავიდოდი, აი მე სკოლას ასე ვუყურებ. ვიღა მშენებლობაზე მივიდოდი, აი მე ესე ვუყურებ ამას. ის კი არ ერთხელ რამდენჯერმე აქ ეს ეთერში ნადგომი მშენებლობაზე მუშავს კითხე, მეთქი გეამაყება მუშა რო ხარ თქო. კაც
ეს ჟურნალისტები ვინც მახლთენ ხო ჯგუფი დამყვებოდა მთელი გაკიშდნენ რამ გაკითხია როგორ მოიფიქრა აბა ჩვენთვის იყო ჩვეულებრივი ეს რომ მუშა ამაყობს მუშა ხო იცი რა იყო მუშის სახე ჩვენთან პროტო კითხე უბრალოდ რა გიამა ხო ჩემი ოჯახი ამაყობს გულზახელი დაერწყა ჩემით რომ მე მუშა ვარ წარმოგიდგენია და ის როგორ იყო მდიდარ ქალბატონს რო კითხეთ ო ეგეც იყო ხო მდიდარი ეგ ანეკდოტად დადის უკვე შემონათხრობი ეს ძალიან მდიდარი ქალის სახში ვიყარ ეს კონტრასტულ სიუჟეტს ვაკეთებდი სიმდიდრეზე და სიღარიბეზე უკიდურეს სიმდიდრეზე და უკიდურეს სიღარიბეზე და ამ ქალს სახელი არ დამოიწყება ჯენი არ გქონდა იმაკითხები რაღაც ხო არ გეჩოთირება ცოტა მდიდარი რო ხარ თქო კითხე და დაფიქრთა ქალი და რამე კიო მეჩოთირება მორიდებულად ვარ ხო რაღაცა და ვცდილობ რაღაც გამოვისყიდო თითქოს დანაშავა გესმის ესეთი პასუხი მივიღე ამისგან და ამიტომაც იყო ალბათ ხო ეს თქვენ მიერ თქვენ თვალის დანახული სიუჟეტები თუნდაც ყველაფერი საინტერესოა ცხადია რომ ესე იგი მე სუსხა თვალით უყურებდი ამერიკას ვიდრე თვითონ ამერიკელები უყურებდნენ იმათი პრობლემა და იმათი გამოსატანი ეთერში ერთი იყო მათი მასალა ერთი იყო და ჩემი სულ სხვა იყო განსხვავებული აბსოლუტურად თქვენ მასალა ახსენეთ და ჩვენ სკოქს მასალა თქვენთვის ჩვენ საუბარი რომ დავიწყოთ გავიხსენეთ სწორედ ის არაჩვეულებრივი სხვადასხვა 2 საათიანი გადაცემა კეთისთან ერთად წაიყვანეთ პიკის საათი მაშინ იყავით პიკის საათის წამყვანი ამბლუაში და მაშინ ჩანაწერი გქონდა ჩვენ პატარა სადაც ჩვენს თანაქალაქელებს ვკითხეთ თქვენ შესახებ აზრი და მათ თქვენ გამოთქვეს თავიანთი აზრი რა თქმა უნდა და ამავდროულად რაღაც შეკითხვებიც დასვეს და ნახოთ მას შემდეგ რა შეიწყო წელიწადია გასული უზარუხაძეს ვინ არ იცნობს ცნობილი პიროვნება, უცხოენები აქ დამთავრებული, უცხოეთში მუშაობდა, განათლებული, კარგი ქართველი ვაჟკაცი. ტელეწამყვანი იყო, უცხოენაზე მიყავდა მახსოვს საინფორმაციო გადათვალიერების საზღვარგარეთ მოღვაწეობდა ადრე. ფილოლოგი, რომელმაც იცის წინვალეთ ინგლისური ენა, რომელიც მუშაობდა ამერიკაში და რომელიც არის ჟურნალისტი ასევე. ლექტორი არის ჟურნალისტი და არის თვალსაჩინო ჟორჟიან ჟურნალის თავი რედაქტორი. ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც ადრე საზღვარგარეთ იყო. დღესაც მოღვაწეობს ძალიან გონიერია და მწოდი. ჟურნალისტია რამდენადაც ვიცი. თავის საქმის პროფესიონალი, არაჩვეულებრივი პიროვნება, არაჩვეულებრივი პედაგოგი თან ამასთან ერთად. ძალიან კარგი პიროვნება, საზოგადო მოღვაწება. დიდი ქართველი მე ასე მიმაჩნია. ხშირად გაგვაცნოს საერთაშორისო გამოცდილება თავის ცხოვრებიდან. ალიონში მუშაობდა და ძალიან დადებითი პიროვნებაა და ძალიან დიდი პლუსებით სარგებლობს. ჟურნალისტი მუშაობდა ამერიკაში, CNN-ში. ეხლა სადაა მარტივად არ ვიცი. მე ვიცი რომ ინგლისურს ასწავლიდა, მე ვიცი რომ ტელევიზიაში მუშაობდა. ცნობილი მიმომხილველი, კაცი რომელმაც უცხოენა ძალიან კარგად იცის, უცხოეთში იყო ჟურნალისტი, რომელსაც მიყავდა ტელევიზიაში გადაცემები, საღამოთი ძალიან სიმპათიური კაცი და იუმორით ახსავსე კაცია. და რაღაცა რომ დასაჯერებლად უმრავალფეროვანესი ადამიანი ბრძანდებით ამხრივ, იმიტომ რომ ამხილა მრავალფეროვნება, აი მე მგონი ყველა, ვინც თქვა ყველა ადამიანმა სხვადასხვა რაღაც გაიხსენა და სხვადასხვა რაღაც თქვა თქვენზე. ზოგს უფრო მეტად სხვა რაღაც მხარი ახსოვს, ზოგს უფრო სხვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ასპექტი და ბევრი მიმართულება თქვენ ცხოვრებაში გაერთიანებული. მოგონილი იმის გარეშე, რა ქვია, თამდაბლობის გარეშე გეტყვი რომ ესე იგი შემთხვევა იღბალიც არის. ეს მარტო ნიჭიერება იღბალია რა. მე ნიჭიერს ვეძახის სხვა გაქანების ადამიანს. ამაში ნიჭიერს უწოდ ვაი გამოჩენილ მოჭადრაკეს, რაღაც ძალიან ღრმა და სერიოზულ მათემატიკოს, ფიზიკოს, რაღაც ექიმს, რომელიც რაღაც გმირულ საქმეებს აკეთებს ადამიანის სხეულზე და ასე შემდეგ. აი ჩემნაირი ასე ვთქვათ, ჰუმანიტარული, ასე ვთქვათ, ანუ ლიბერალური, ასე ვთქვათ, ესე იგი ნიჭებია რა, თუ შეიძლება მრავლობით ჩამსწროს ხმარება, მე მგონი არის ერთი ჩვეულებრივი ამბავი, იგი არის უბრალოდ იცი რა, იღბალი რა მორის გაკეთება მოგიწევს ცხოვრებაში და რამდენად შენ გაშლი ფრთას და მოინდომებ, არ შეგეშინდება, იცი, სხვადასხვა რაღაცას რომ ჩაეჭიდო. მე უბრალოდ ბევრ რაღაცას ჩავეჭიდე და სიმართლე გითხრათ, ცხოვრება მომცა საშუალება რომ გავუმკლავებოდი ამას. და აი მაგალითად ჟურნალისტობა ხო იღბალმა განმომიგდო. მე კი წერდა ვკითხულობდი ასე თქვა წინათაც ის სტუდენტობიდან მოყოლებული, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ამერიკის შემთხვევაში ამერიკას ამ კომუნიზმის მკრევის გარიჟრაჟზე ასე თქვა რომ არ შეეთავაზებინა ჩვენთვის რომ მოდი გავცვალო ჟურნალისტებიო და ეს იღბლიანი მე არ აღმოჩენილიყავი ხომ
შეიძლება არაფერი ჟურნალისტის არ ყოფილიყავი, მაგრამ ცხოვრება მიბიძგა და რა ვქენი, იცი? არ გავაფუჭე, მოვკიდე ხელი. ხო, არ გავაფუჭე, მოვკიდე ხელი, ვისწავლე და მე თქვენ რა გონიათ, ესე მარტივად კი არ იყო ეს, ხო? დავჯექი წიგნები, ვიკითხე, სიღრმეში შევედი, რა არის ტელეჟურნალისტიკა, რადიოჟურნალისტიკა, რას ნიშნავს, საერთოდ რა განსხვავება, როგორ სადაგაბა ერთმანეთს წერა, რადიო, ტელევიზია და როცა აღმოვაჩინე ბოლოს რომ ყველაფრის საფუძველი, რომ ყველაფრის საძირკველი და ბალავარი არის წერა. აი მაშინ მივხვდი რომ თუ გინდა რა იყოს სერიოზული ჟურნალისტი დღემდე ასე მე მაგათ არ მჯერა იმ ჟურნალისტებს რომლებიც კარგად ვერ წერენ დღემდე ასეა დღემდე ყოველთვის ასე იქნება ყოველთვის ასე იქნება იყო ესეთი შემთხვევა რომ გაგაცინო გინდა ერთი ამერიკელი პროფესორი ჟურნალისტი ძალიან ცნობილი ჟურნალისტი იგონებს რომ მისაღებაზე ვარო რა გასაუბრებაზე უნივერსიტეტშიო და მოვიდა ერთი გოგო და რა გინდა უშვილო კითხეო და რა მინდა და ტელეჟურნალისტობა მინდაო აჰა და რა გინდა იმ დრო წერა მეზარება რას ქვია წერა გეზარება მე პირდაპირ გეტყვი მოდი ნუ რა ვის ნუ ეწინება რა ძალიან დღეს საქართველოში არის ცოტა ტელე და რადიო ჟურნალისტი რომელსაც შეუძლია კარგად წერა. და საერთოდ კარგად წერა არის ძალიან დიდი და ამაღლებული საქმე, ციური საქმეა, რას ამბობ. თანაც წერო, ასე ვთქვათ, არ მხოლოდ ჩვენს ენაზე, არა სხვის ენაზე, და ეს ძალიან დიდი შრომა უნდა. შეიძლება ძალიან დიდი დრო და შრომა. ბატონო გზარს სვენელი გველოდება და შემდეგ შევეხოთ პედაგოგიკას. გამარჯობა დილამშვიდობისა მოგესალმებით. დილამშვიდობისა მოგესალმებით, მადლობთ რომ ასეთი კარგი სტუმარი ყავს. მე უერთდები იმ გამოკითხვებს, რაც იყო ჩამოთვლილი, ახალს არაფერს არ ვიტყვი. ვიტყვი იმას, რომ მართლაც რაღაცა სასწაული იღბალი კი არა. აი თქვენ გააქვთ ბატონო ნუგზარ ძალიან მიზანსწრაფულობა. თან არ ყოფილხართ მე ვფიქრობ ინტრიგებში ჩემჩნეული არ ყოფილა ინტრიგებში რამაც ალბათ განაპირობა ის სიყვარულიც და აი თქვენ რო დაუსვი შეკითხვა ამაყობთ თუ არა რომ თქვენ მუშა ხართო მე შეგეკითხებოდით ამაყობთ თუ არა რომ ხართ ქართველი და კიდევ ერთი შეკითხვა აი და თქვენ არ ყოფილხართ მიკერძოებული აი დღევანდელი ჟურნალისტების მიმართ მართალია უნდა იყოს კორექტურული, მაგრამ მაინც ცოტა ორიოდის სოდყვეთ თქვით, მოგწონთ. კი ბატონო, მადლობთ ძალისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული შეკითხვა. პირველი რაც შეეხება ის ვამაყობ თუ არა, იმით რომ არ ქართველი. იგი ძვირფასო ქალბატონო, ძვირფასო შვილო დაიკო, ასაკი არ ვიცი თქვენი კი არ ვამაყობ, მტკივა რა. რატო? რაღაც ახლა ცრემლი მტკივა, იმიტომ რომ სამშობლოს განცდა ჯერთი ხომ არის ფორმულურად ძალიან ამაღლებული განცდა, მაგრამ მისი რეალური ნამდვილი ისი, მისი შეურყვნელი განცდა სამშობლოსი არის ძალიან დიდი ტკივილი შიგნიდან. რატომ? იმიტომ რომ არ არის ქვეყანა, არ არის ისე, რომელსაც არ აქვს რაღაც სიძნელეები და განცდები ისეთ, რომელიც არ იდგეს რაღაც კატასტროფის წინაშე, რაღაც დილემის წინაშე, რომ და განსაკუთრებით ჩვენ მაშინ როდესაც შენ საერთაშორისო ორგანიზაციები კარნახობენ, რომ გავა 50 წელიწად და ჩვენ შეიძლება არ იყო. ამიტომ შეიძლება მოკვდე კაცი დარდით, რომ დაფიქრდე ძალიან მაგრად ამაზე. იცი? აი მტკივილს, აი მაგალითს მოგიყვან, ესე იგი მტკივა რო თქვი, არ ამიტომ ამაყობ თქვენით რომ ქართველი ვარ თქო, რომ აი ჩემთვის მაგალითად ემიგრაციის მოვლენა, მასიური ემიგრაციის მოვლენა, ჩემთვის არის ძალიან დამფრგუნავი. მე პრაქტიკულად რას მეშვება, იცი, უჯრედებს, აი ყველაზე კარგ და ძლიერ უჯრედებს შემშია რა ადამიანურსაც. ეს კლავს ემიგრაციის პრობლემა, რატო იცი? ემიგრაციამ შეიძლება წაგვლეკოს საერთოდ, რატო თუ იცი? წასვლა შეიძლება და ხდება კიდევაც, იმიტომ რომ ადამიანი თავისუფალია და ვერავის ვერ ეტყვის ად იცხოვროს. დღეს შემოკარგებო ადამიანს ვერ უკარნახებ, ის არის ადამიანი და ყველას შეუძლია იცხოვროს სადაც უნდა. ქართველი ადამიანი, ანუ ქართულს შეუძლია იცხოვროს სადაც მას უნდა. ამის დაშლა არ შეიძლება, მაგრამ არის განცდა იმისა და არის ფიქრი იმაზე, რომ ემიგრაციამ შეიძლება საქართველოს ასე თქვა საქართველოს გამოულიოს ძალა და გამოუთხაროს ძირი. რატომ?
რომ მიდან მე დაბრუნება ძალიან ძნელი თაობები იზრდება რომელსაც სისხლის გარდა ქართული არაფერი არ რჩება და მე იმ სისხლის აღრევაც ხდება ისეთი სისხლის ტვინის გონიერ ყველაფრის აღრევა ხდება მე რა თქმა უნდა ამას ვერავინ ვერ გაუძლებს კიდევ ერთი მსმენელი გველოდება გამარჯობა მოგესალმებით მოგესალმებით ლამადა დათო მე დიდი მადლობა გადაგიხადოთ ბატონ ნუგზარის მოწვევისათვის ბატონო ნუგზა თქვენი მეუღლე გახდათ მედეა ნამორაძე ასე მახსოვს და არ მქონდა ბედნიერება მისთვის მომესმინა ოპერის სცენაზე. ეხლა მაინტერესებს ქალბატონი მედეა სად არის? ალბათ ამერიკაშია. გეტყვით ახლა გეტყვით. გასაკეთებ თუ შეიძლება. კი, უნდა გითხრათ ცაცას ვეძახით ესე იგი. ცაცა ნამორაძე, მედეა ნამორაძე, ანუ ცაცა. ესე რადიოში იყო ძალიან პოპულარული. მისი სიმღერები დღესაც არის ოქროს ფონდში. ნუ ცხადე არ გამიგონია кайხანია, მაგრამ შეიძლება გაჟღერდეს ხოლმე ხანდახან. მას ჰქონდა უნიკალური ხმა. თუმცა რატომღაც მონათლეს რომ კამერული ქონდაო, მაგრამ ის მაიმზღეროდა ოპერის სცენაზე, აქ იყო ერთ-ერთი მშვენიერი შემსრულებელი ტრავიატას და დღეს ცაცა არის ამერიკაში, ის არის შენანდოას, ვერჯინიაში. ასეთი ქალაქი შენანდოას კონსერვატორიის პროფესორია. და ძალიან დიდი წარმატებით ასწავლის იქ ასე ვთქვათ ვოკალს და უნდა გითხრათ რომ ცაცას მედეა ნამორაძის არაერთი აღზრდილი მოხვედრილა არაერთი აღზრდილი მოხვედრილა და სწავლობს ჯულიარდში. ძალიან პოპულარული მასწავლებელია და წარმატებით მიყავს თავისი საქმე. ნუ ახლა ჩვენ ყველანი ნელ-ნელა შევდივართ ასაკში, ხან რა აქვთ კიდევ, ხან ის აქვთ კიდევ, ამის გარეშე არავინ არ არის, მაგრამ ის არის და არის, თუმცა უნდა გითხრათ, რომ აი ჩვენ გვესმის უკვე. კი, გვესმის. შეგვიძლია მსმენელსაც შევთავაზოთ. ნამღერს ვისმენთ ახლა. და ასე რომ აგრძელებს საქმიანობას იქ და დიდი წარმატებით, მაგრამ ყოველთვის გული წყდება რომ იქ არის და აქ არ არის, მაგრამ როგორც მე ვიცი, იმასაც უნდა რომ აქ ჩამოვიდეს, დაბრუნდეს, მაგრამ მაინც იქ მიჯაჭულია რაღაც ექიმებს, რაღაც საქმეს და რა ვიცი. რთულია ძნელი. რა თქმა უნდა. კაბადო მედია სიმღერის შემდეგ გვესმის ძალიან საინტერესო ჩანაწერი. თუ მიხვდებით თქვენ რა ჩანაწერი არის, მე მგონი იმ წუთში მიხვდებით როგორც კი გაიგებთ. ვინასწავლებს ხოლმე ხვდებით. აკორდეონია ასრულებს ბატონი ნუგზაროხაძე. ისე და ისე პიკის არის პირდაპირ ეთერში. იმის მერე ჩემო კარგებო უნდა გითხრათ ძალიან გავიზარდე. გუშინ მაგალითად ჩემ დაბადების დღეზე რომ დაუკარი, ხალხი გაშენო მართლა გიზავრიზმო დაკრავო. ესე იგი ერთი სტუმრობა სამომავლოდ აკორდეონს მიუწვევს. ელა ხო არ დაიჯერებ რასაც გეტყვი ახლა. არ დაიჯერებ. ჯერ გითხარით დაისეს უვერტურას უკრავ აკორდეონზე უშეცდომოდ. რა მაგარი. ერთადერთი ის არის როცა მისმენენ ვიბნევი ხოლმე რა. ამასინათ რავის ამას პატარა გადავახვა უნდა უკვე პუბლიკას მიიღო. ამასინათ რავის my way Frank Sinatra. პაპა. ბატონო გზარ სიტყვერად არ გამოვა. აკორდეონით მოგიწიოთ პირდაპირ. დილამშვიდობისა. მოგესალმებით გამარჯობა. დილამშვიდობისა.
მოგესალმებით გორიდან გაწუხოთ. დიდი მადლობას გიხდით. ასეთი კარგები რომ ხართ და ბატონ ნუგზარ, დიდი მადლობა რომ საერთოდ არსებობთ. ბედნიერი ვარ რომ თქვენი თანამემამულე ვარ და ქართველი ვარ. დიდი მადლობა. და მინდა რომ რაიმე თუ ფიქრობთ რომ ოდესღაც დაწეროთ რაიმე ან მემუარების სახით ან მოგონებების სახით ოდესღაც. უი, როგორ არ მიფიქრია, მაგრამ ამის მიმართ მაგ ძალიან ცინიკური განწყობა გასვა. იმდენი ყველა წერს მემუარებს. დამხშვალი ვარ, ყველა უშვებს წიგნს ბოლოს და ბოლოს, ხო და მე შეხედან და ამ წიგნს თვითონ კითხულობენ. და რაღაცა ალერგია მაქვს ამის მიმართ, მაგრამ იქნებ დავწერო, რა ვიცი, აუცილებლად არის შემთხვევა, როცა აუცილებელი მე გულისხმობ იმას, რომ როცა სხვა ადამიანები ვის თქვენ გიცნობენ, მათ აინტერესებთ, სულ უნდათ გნახონ შეკითხვა და გისვან, აი თქვენი გამოცდილება, თქვენი გავლილი ცხოვრების რაღაც დეტალები აინტერესებთ, მარტო იმიტომ კი რა თქვენი პირადი ცხოვრების, ზოგადად თქვენი ცხოვრების ამ სოფლიოში და ამ ქვეყანაზე. ამ შემთხვევაში უნდა გამართლებულია ასე რომ მიფიქრეთ. ახლა კი დასასრულისკენ მივდივართ ჩვენ და კიდევ ერთ ჩანაწერს შემოგთავაზებთ, როდესაც პიკისაც დაუტოვეთ ავტოგრაფი მაშინ. ეს მაშინდელი ავტოგრაფია. ჩვენ ახლაც უნდა გთხოვთ ავტოგრაფი. თქვენ ახლა მოგასმენინებთ მაშინდელ ავტოგრაფს და შეგიძლიათ გააგრძელოთ ახალი ავტოგრაფი და დაუმატოთ იმ ავტოგრაფს უკვე ახალი. განწყობა შეიქმნეთ თქვენივე გამოსვლით. ყურადღებით. ყველა ერს, მათ შორის ქართველ ერსაც ჭირდება დახვეწა, გაძლიერება, გაღონიერება და წინსვლა. პიკის საათი პირდაპირ უშუალოდ გონივრულად და მთელი თავისი ნიჭიერების მოხმარებით არის ჩაბმული ამ პროცესში გულწრფელად. უღრმესი მადლობა მაშინ ამ სიტყვებისთვის. საოცარი სიტყვები. დიდი მადლობა. რა იქნება ავტოგრაფი დღეს თქვენგან პიკისაც? ავტოგრაფი იქნება ჩემო ძალიან დამიწებული, ძალიან ჩვეულებრივი და ძალიან ბანალური. აბა. პიკის საათი ის ტრადიციული გადაცემა, რომელზეც აღიზარდა თაობები. მე მათ შორის აგერ ვარ ერთ-ერთი, რომელიც მუდმივად უსმენდა მას. მაგრამ არ მქონდა ბედნიერება თბილისდა რომ გავიდოდი ასეთივე სიამოვნებით გამეგრძელებენ მის რატომ? რა სასწაულია, რა უცნაურია რომ პიკის საათი რაღაც გადამცემების, რაღაც რკინების და რაღაც მოწყობილობის გამო არ უნდა ისმოდეს ყოველთვის 24 საათის განმავლობაში საქართველოში სუფთად და კარგად. პიკის საათი თუ მოაკლდება ჩვენს ერს, ჩვენს ახალგაზრდობას, რაღაც ისეც დაკარგავს, რომელიც მას სამშობლოსთან, მის გულთან, მის გულის ძარღვთან აკავშირებს. აგვატირებთ ახლა. უღრმესი მადლობა. მეტი პიკის საათი. ძალიან დიდი მადლობა აი ამ სიტყვებისთვის, ამ შეხვედრებისთვის, ჩვენთვის სტიმულია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს, ორი დღის დაგვიანებით, გისურვებთ წარმატებას, დიდხან სიცოცხლეს და სულ ყოველთვის აი ასეთი შემართებით იყოთ და ყოველთვის ასეთ ხედავდეთ, ყოველთვის ძალიან მიყვარხართ. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის.